მასშტაბურ აქციამდე ერთი დღით ადრე სალომე ზურაბიშვილი პროდასალურ პარტიებს შეხვდა. პრეზიდენტი საქართველოს მოქალაქეებს ხვალ 8 საათზე რუსთაველის გამზირზე ელოდება. რა განცხადებები გაკეთდა შეხვედრის დასრულების შემდეგ ლიზი ვეკუა დეტალებით უერთდება ფორმულას პირდაპირ ეთერს. გიორგი, შეხვედრა პროდასალური ოპოზიციური პარტიებისა და სალომე ზურაბიშვილის შორის უკვე დასრულებულია. ეს შეხვედრა ეხებოდა ხვალინდელ აქციას, ხვალგასამართ აქციას 31 მარტს რუსთაველის გამზირზე 8 საათზე იკრიბებიან მოქალაქეები და ამ აქციაზე სალომე ზურაბიშვილი, ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი, მათ სიტყვით მიმართავს. ჩვენთან საუბრისას ოპოზიციური პოლიტიკოსები აღნიშნავენ და საუბრობენ სხვადასხვა საკითხებზე, მაგალითისთვის თინა ბაკუჩავამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ მან ამ შეხვედრაზე მოიტანა რეჟიმის პატიმრების მშობლების გზავნილები, გააცნო ეს ყველაფერი როგორც სალომე ზურაბიშვილს, ასევე სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებს და ასევე თინა ბაკუჩავა ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ახლა დასაკარგი დრო არც ერთ ოპოზიციურ პარტიას არ აქვს, რადგან ბიძინა ივანიშვილი ყველანაირი ხერხით ცდილობს მათი ხმის ჩახშობას და გაჩუმებას. მან დაანონსა ასევე ოპოზიციური პარტიების აკრძალვაც, სწორედ ამიტომ თინა ბაკუჩავას აზრით ახლა მხოლოდ და მხოლოდ ბრძოლის დრო არის. ხოლო რაც შეეხება სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, მათი თქმით 31 მარტი არის ძალიან სიმბოლური თარიღი ქვეყნისთვის. ეს არის რეფერენდუმის დღე, როდესაც საქართველოს მოსახლეობამ აირჩია დამოუკიდებლობა და ამიტომ ხვალინდელი აქცია არის ძალიან სიმბოლური თარიღის მატარებელი და ამ აქციაზე საჭიროა რომ ბევრი ადამიანი გამოცხადდეს. ჩემი დღეს აქ მოსვლის ერთადერთი მიზანი იყო, რომ გადმომეცა პოლიტიკური პატიმრების ოჯახის წევრების გზავნილი. მათ აქვთ კონკრეტული მოლოდინები ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებით, ოპოზიციის ერთიანობასთან დაკავშირებით, პროტესტის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით, მათ შორის რეგიონებში გასვლის ჩათვლით. მაგრამ სამწუხაროდ ხედავთ, რომ არც ერთ აღნიშნულ საკითხზე რეალურად არ არსებობს ერთიანი პოზიციები. ამიტომ დღეს, როდესაც რეჟიმი რეპრესიების ახალ ტალღას იწყებს და პირდაპირ აანონსებს პოლიტიკური პარტიების აკრძალვას, ჩემი აზრით ყველაზე ძვირფასია დრო და ნამდვილად არ არის დასაკარგი დრო უტოპიურ და არარეალისტურ საკითხებზე და ამიტომ ჩვენი ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ არა რაღაც ყალბი მოლოდინებით, არამედ ჩვენი პოლიტიკური და პარტიული პლატფორმით. ხვალინდელი დღე არის ქვეყნის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ისტორიული დღე და ამ ისტორიული დღის აღსანიშნავად იკრიბება საზოგადოება ხვალ. პრეზიდენტი მიმართავს საზოგადოებას, თავის შეფასებებს გააცნობს. ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ. ვფიქრობ, რომ თავისთავად ეს არის ისტორიული დღე და მოითხოვს ჩვენგან აღნიშნოს. და ამავდროულად არის პროტესტის მნიშვნელოვანი დღეც. და ეს არის სწორედ რაზეც ვისაუბრებთ დღეს. კარგია რომ იქნება რაც შეიძლება ბევრი ხალხი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამ მხრივ პარტიების კოორდინაციაც არის საჭირო და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, მისი მიმართვა, სადაც იქნება ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე დარწმუნებული ვარ, მაგრამ მთავარი იქნება ალბათ იმ სულისკვეთებაზე, რომელიც დღეს არსებობს საზოგადოებაში, პოლიტიკურ სპექტრში აქვს თვითონ სალომე ზურაბიშვილს, ჩვენს პარტნიორებს და მეგონი მნიშვნელოვანი მომენტი იქნება ასევე ისიც, რომ როგორ გაუმჯობესდება და როგორ მეტი სინქრონიზაცია იქნება პოლიტიკური ჯგუფების, პოლიტიკური პარტიების და თვითონ გავიგებ ჩემი კონკრეტულს არავის არ უთქვამს და ახლა ასეთ მოლოდინს მე მგონი არავინ არ დაგვიდეს, რომ ხვალ რაღაცა გეგმა უნდა გახმოვანდეს, ასეთი რამ მე არ მომისმენია. გეგმა არსებობს სტრუქტურულად შემდეგი არის პროტესტი, არის ჩვენი პარტნიორების მობილიზება მხარდაჭერისთვის, იმ ხალხისთვის დღეს იბრძვის იმისთვის, რომ იყოს ახალი დემოკრატიული პროცესი, ახალი არჩევნები, არ იყვნენ პოლიტპატიმრები, შეწყდეს რეპრესიები. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გარდა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა სურდა სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებსაც. რამდენიმე წუთის წინ სინდისის პატიმრის ნიკა კაციას ძმა მლაშა კაციამ სოციალურ ქსელში სწორედ ამასთან დაკავშირებით გავრცელა პოსტი და მან აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა სურდათ როგორც მას, ასევე სხვა რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრებსაც, თუმცა არც 30 მარტს და არც 31 მარტს სალომე ზურაბიშვილი არ შეხვდება რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრებს, თუმცა ჩვენი ინფორმაციით მათი შეხვედრა 1 აპრილს არის ჩანიშნული. ხოლო რაც შეეხება ხვალინდელ აქციას, როგორც უკვე გითხარით, რუსთაველის გამზირზე 8 საათზე ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იკრიბება ყველა ის ადამიანი, რომელსაც სურს რეჟიმის დამარცხება. მადლობა, ეს ლიზი ვეკუა იყო პირდაპირ ეთერში.